ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაიკავა თანამდებობა თეთრ სახლში, გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა და დაიწყო მასობრივი დეპორტაცია არალეგალურად მცხოვრები მიგრანტების, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი აღნიშნავს, გასულ კვირას დააკავეს 7300-მდე მიგრანტი და განახორციელეს მათი დეპორტაცია. ასევე არსებული ინფორმაციით მიმდინარე კვირის უშაბათს დააკავეს 956 ადამიანი. აქტიურად ყოველდღიურად მიმდინარეობს ეს პროცესი, როგორც ცნობილი არის, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის საზღვარზე გამოცხადებული არის საგანგებო მდგომარეობა და იქ იმყოფებიან სამხედროები. სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით პლატფორმა X-ზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ერთ-ერთი თემა არის, რასაც აქტიურად განიხილავენ, ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს დაკავებები და შემდგომ დეპორტაციის პროცესი. აღსანიშნავია ის, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ფაქტობრივად გახდა სავაჭრო ომის დაწყების ერთ-ერთი საბაბი ეს პროცესი კოლუმბიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კოლუმბიაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ დაეშვებოდა თვითმფრინავი, რომელზეც იმყოფებოდნენ არალეგალი მიგრანტები, კოლუმბიელები, რადგან მისი თქმით ეს იყო შეურაცხყოფა კოლუმბიელების, რომლებსაც ბორკილები დაადეს, რომ თითქოს ისინი არიან კრიმინალები, განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა და უარი თქვეს, რომ დაშვებულიყო ბოგოტაში თვითმფრინავი, რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ დაუწესებდა ტარიფებს ყველაფერს, რაც კოლუმბიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შედის. შემდგომ კი თავად კოლუმბიაში განაცხადეს, რომ ისინიც აუცილებლად დაუწესებენ ტარიფებს ყველაფერს, რაც ამერიკიდან შედის კოლუმბიაში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა არც ერთი მხარე კონკრეტულად დეტალებზე არ საუბრობს თუ როგორ მოხდა შეთანხმების დადება. მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ კოლუმბიაში დაეშვა თვითმფრინავი, რომლებზეც იმყოფებოდნენ მიგრანტები და მათ ფოტოებზე ჩანს, რომ ბორკილები აღარ ადევთ. აღსანიშნავია ის, რომ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც ჩაწერა მომღერალმა სელენა გომესმა. ის ვიდეოში ტირის და ამბობს, რომ ის ცდილობს, რომ დაეხმაროს ყველას, თუმცა არ გამოსდის და სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბარი მიმდინარეობს პლატფორმა X-ზე. სელენა გომეს გამოეხმაურა ტომ ჰომანი, სპეციალურად დანიშნული პირი საიმიგრაციო საკითხებში ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ მათ, ვისაც არ მოსწონს ის პროცესი, რაც ხდება, შეუძლია წავიდეს კონგრესში და შეცვალოს კანონი, ხოლო ჩვენ კი ჩავატარებთ ამ ოპერაციას ბოდიშების გარეშე. ასეთი კომენტარი გააკეთა ტომ ჰომანმა Fox News-თან. მე შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები იმყოფებიან სამხრეთის საზღვარზე და გაუქმებული არის ასევე პრაქტიკა, ეგრეთ წოდებული დაიჭირე და გაათავისუფლე, რომელიც მანამდე მოქმედებდა, რომლის დროსაც პოლიციელები იჭერდნენ მიგრანტებს, თუმცა შემდგომ მათ ათავისუფლებდნენ, სანამ სასამართლო მოსმენა დაინიშნებოდა.